დიდება ჩვენს ღმერთს და ჩვენს უფალი იესო ქრისტეს. ჩვენს მხსნელს უფალი იესო ქრისტეს. სული წმინდას, რომელიც აქ არის, რომელიც ჩვენში არის, რომელიც ჩვენ შორის არის. ჩვენ დღეს იმედი სიტყვა გვაქვს, ჩვენ დღეს ნუგეში სიტყვა გვაქვს. სიტყვა, რომელიც შეეხება იმას, რასაც უფალი იესო ქრისტე ქმნის. სიტყვები, რაც თვითონ იესომ წარმოთქვა. და ეს სიტყვები წერია გამოცხადების 21 თავში მეხუთე მუხლში. აი ვქმნი ყოველივეს ახალს. აი ვქმნი ყოველივეს ახალს. ეს სიტყვები თქვა თვითონ იესო ქრისტემ. ეს სიტყვები იმ ადგილზე წერია, სადაც და ალბათ ძირითადად დაკავშირებული არის ახალცასთან და ახალ მიწასთან, ახალ იერუსალიმთან, ზეციურ იერუსალიმთან. თუმცა ღმერთმა ამ ახალის შექმნა დიდი ხანი არ დაიწყო. რადგან ახალი არის, ესე იგი არის ძველიც. ჩვენ ჯერჯერობით ძველ ცხოვრებაში ვართ. ჩვენ ჯერჯერობით ძველ ქმნადობაში ვცხოვრობთ. ძველად შექმნილ მიწაზე ვცხოვრობთ და ყოველივე იმაზე, რაც მის გარშემო არის. ყოველივე ამასა ჩვენ ვცხოვრობთ ჯერჯერობით ღმერთი 6 დღის განმავლობაში ქმნიდა. მაგრამ ახალი ქმნილება, რომელი ახალ ქმნილებასაც ის ქმნის, ის აგერ უკვე 6000 წელი არის ქმნის და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ყველა ღმერთის შვილს ჯერ კიდევ თავი არ მოუყრია იმ ადგილზე და ადამიანის გარეშე იმას, რასაც ღმერთი ქმნის, ყველა მისი შვილის გარეშე ვერ იქნება ეს დასრულებული ვერც ერთ შემთხვევაში. მე 4 შვილი მყავს და ერთიც რომ არ იყოს სახლში, რაღაცა უსიამნობის გზნობა არის, რაღაცა ნაკლოვანების გზნობა არის, იმიტომ რომ ოჯახს ერთი ადამიანი აღია. ვერ იქნება სისრულე და ვერ იქნება დასრულებული საქმე, სადაც მამისას, ახალ ცალს და ახალ მიწას, ახალ იერუსალიმს თუნდაც ჯერჯერობით ერთი შვილი აღია. ამიტომ რასაც ღმერთი ქმნის ზეციურ იერუსალიმს, ეს არის ღმერთის მადლის შრომის შედეგი ახალ ქმნილებაში. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ღმერთის მადლის შრომის შეჯამება არის ზეცაში, რასაც ღმერთი აკეთებდა, შეჯამებული სახით ეს დაგვირგვინებული იქნება. ახალი იერუსალიმი არის არა მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, ახალი იერუსალიმი არის ადგილი, სადაც ღმერთის მადლმა რა შრომაც გასწია დედამიწაზე ადამიანებში, გადარჩენის საქმიანობა დასრულებული სახით, დასრულებული ფორმით ადამიანებისთვის და ადამიანებთან ერთად ეს არის ახალი იერუსალიმი. მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩვენ ცხოვრობთ ჯერჯერობით ისევ ძველებურ გარემოში, მაგრამ ჩვენ მისადგომელი გვაქვს ახალ იერუსალიმთან. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ჯერჯერობით ქრისტე იესოში ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ მასში ყველაფერი ახალია. ქრისტე იესოში არის ახალი ქმნილება, ძველმა განვლო, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ჩვენ შეხება გვაქვს როგორც ძველთანაც, მაგრამ ჩვენ მისადგომელი გვაქვს ახალთანაც. ჩვენ მისადგომელი გვაქვს სწორედ იესო ქრისტეს მეშვეობით, მისი წმენის მეშვეობით და იმ ეკლესიის საშუალებით, რომელი ეკლესიაშიც ვართ, რამეთო ეკლესია აი ამ ყოველივე ახალზე მეტყველებს, ღაღადებს, ლაბარაკობს და გვახსენებს. საიდან დაიწყო ეს ახალი? ახლის ჩანაფიქრი ღმერთს ჯერ კიდევ ძველად ჰქონდა. მას შემდეგ, როდესაც ძველი მოძველდა და ძველი აღარ გამოდგებოდა.
ძველი მაშინ მოძველდა და აღარ გამოდგებოდა, როდესაც ადამიანში ცოდვა შევიდა და ადამიანში ცოდვა შეიპარა. და მაშინ თქვა ღმერთმა და წერია იეზეკიილის 26 თავის 26 თავის 26-27 მუხლებში. მოგცემთ ახალ გულს და მოგცემთ ახალ სულს. ამოვიღებ თქვენგან ქვის გულს და ჩავდეთ თქვენში ხორცის გულს, რათა თითოეულმა თქვენთაგანმა ისწავლოს, იაროს ჩემი წესებით და იცხოვროს ჩემი სამართლით. ღმერთმა განსაზღვრა და წევან, როდესაც მაგურამ ისაუბრობდა, მან სწორად თქვა, ჩვენ რაც არ უნდა მოვიდობოთ, რაც არ უნდა მოვისურვოთ, ჩვენ ვერ შევძლებთ ახალი გულის შექმნას და ახალი სულის წარმოქმნას. ახალი გულის მიღებ, ახალი გული და ახალი სული არ არის მსურველზე და არ არის მომდომებელზე. არ არის არც მაძიებელზე, როგორც არ უნდა მაძიებელი იყოს, როგორც არ უნდა მაძიებელი იყოს ღმერთისა, როგორც არ უნდა მონდომებული იყოს ღმერთისთვის, სანამ ღმერთი თავისი სულით არ შეეხება, სანამ ღმერთი თავისი მადლის სულით არ შეეხება ადამიანის გულს, მისი გული ახალი ვერ გახდება. სანამ ღმერთი თავისი დიდებული სულით არ შეეხება ადამიანის სულს, მისი სული ახალი ვერ გახდება. რა არის ახალი გული და რა არის ახალი სული? ახალი გული არის გული, რომელიც უკვე მგზნობიარი არის, რათა მას მისადგომელი ქონდეს ღმერთთან, ახალთან, ახალ იერუსალიმთან, წმენის მეშვეობით. ძველი არის, რომელიც უკვე გაბუჭებულია, რომელიც უკვე აღარ გამოდგება, მისგან ვერაფერი ვერ გამოვა. მისთვის, ძველი გულისთვის, ცოდვილის გულისთვის, უღმერთოს გულისთვის შეუძლებელია ღმერთთან მისდალ და ღმერთთან მიახლოება. ამიტომ ღმერთი პირველ რიგში გულს ცulis, რათა ჩვენ მისადგომელი ქონდეს გულის წმენის მეშვეობით თვითონ ღმერთთან, ცოცხალ ღმერთთან. რა არის ახალი სული? ძველი სული არის ის, რომ ძველი სული, მკვდარი სული, მას არ აქვს ურთიერთობა და მოზიაროება ღმერთთან, მაგრამ როგორც ვიყავით ჩვენ აქამდე, სანამ ღმერთთან მოვიდოდით, მაგრამ ახალი სული არის გაცოცხლებული სული და უნარიანი სული, რათა ღმერთს შეხვდეს, რათა ღმერთს თაყვანი სცეს, რათა ღმერთთან ურთიერთობა და მოზიაროება გქონდეს. ჩვენ არ თამაშობთ ეკლესიობანას, ჩვენ არა ვართ რელიგიურები, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და შეხება ღმერთთან. ძირითადად ეს შეხება და ურთიერთობა ღმერთთან სულიერად ხორციელდება, სულში ხორციელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც არ უნდა იყოს, ჯერჯერობით ამას ასეთი ფიზიკური განმეტყველება და გამოხედვა არ აქვს, რომ ადამიანება ეს ფიზიკურად დაინახონ. ჯერჯერობით ეს ურთიერთობა და მოზიაროება სულში ხდება, ეს წმენით ხდება, მაგრამ ეს მაინც ურთიერთობა და მოზიაროება არის ღმერთთან. ახალი გულიც, რომ მისადგომელი ქონდეს ღმერთთან და ახალი სულიც, რომ უნარი ქონდეს ღმერთს შეხვდე და მას თაყვანი სცე და მასთან ურთიერთობა ქონდეს, ეს ღმერთის მადლის დამსახურება არის. იერუსალიმი შეჯამება არის ღმერთის მადლის საქმიანობისა დედამიწაზე და ეს მადლი დღევანდელ დღეს თითოეულ ჩვენთაგანთან არის. ეს მადლი თითოეულმა ჩვენთაგანს მოგვაკითხა. ამ მადლმა ჩვენს ხურამდე მოაღწია, ამ მადლმა ჩვენს გულამდე მოაღწია. ეს მადლი არის, რომ ჩვენს უყურას გვაქვს დახსნა და გადარჩენა ქრისტე იესოში და ჩვენ ამ მადლს უნდა გაუფრთხილდეთ. ჩვენ ეს მადლი უნდა შევინახოთ, ჩვენ ამ მადლში უნდა ვიაროთ, უნდა ვიცხოვროთ და უნდა ვიარსებოთ. რა განსხვავება არის ძველ ქმნილებას და ახალ ქმნილებას შორის? ახალ სიცოცხლეს შორის, ახალ სიცოცხლეს ახალ ქმნილებას აქვს თვით ღმერთის შემცველობა და თვით ღმერთის ელემენტი. ახალ სიცოცხლეში, ახალ ქმნილობაში თვითონ ღმერთი არის, თვითონ ღმერთის სიცოცხლე არის, თვითონ ღმერთის სიცოცხლე არის ყველგან და ყველაფერში. ძველში ეს არ არის, ძველში ეს მოგვდა, ძველს ღმერთის სიცოცხლის შეგრძნება არ გააჩნია, მაგრამ ახალში თვითონ ახლის შემცველობა, თვითონ ღმერთის შემცველობა არის, თვითონ ღმერთის ელემენტის შემცველობა არის. ზეცაში, სადაც არც სინათლე იქნება, ზეცაში სადაც დღე და ღამე არ იქნება, სიცოცხლე, სინათლე და ყოველივე რაც
სიცოცხლის საჭირო არის ყველაფერი ეს იქნება თვითონ ღმერთის არსებობის ხარჯზე, ღმერთის განათლების ხარჯზე, ღმერთის გამოვლენის ხარჯზე. იქ იქნება სიცოცხლე და იქნება სიცოცხლე სიუხვით, იქ იქნება სინათლე და არ იქნება სიბნელე, იქ იქნება სიცოცხლის გამოხატულება, იქ იქნება სიცოცხლის დემონსტრირება. ყველაფერში სიცოცხლე იქნება გამოხატული, ყველაფერი სიცოცხლე იქნება გამოვლენილი. ის იქნება ასახული ყველაფერზე, სახლზე, კარზე, ჭიშკრებზე, კარებებზე, ბაღზე, თუ რამ არის და არ ვიცი ყველაფერი იქ რა არის, მაგრამ ყველაფერს სიცოცხლის გამოხატულება და გამომზაურება ექნება თვით ღმერთის თანდასწრების ხარჯზე, თვით ღმერთის გამოვლენის ხარჯზე. ამ სიცოცხლეს ვიფასო ჩვენ დღეს ბევრი ფიზიკურ ამ ცხოვრებაში რაც გვაქვს, რაღაცებს ისე ვართ ჩვენ შეჩოულები, რომ ჩვენ ბევრი რამე ვერ წარმოგვიდგენია, ჩვენ ბევრი რამის წარმოდგენა გვიჭირს და ძალიან ძნელი არის გონებით ესეთი რაღაცების წარმოდგენა, მაგალითად ჩვენ შეჩოული ვართ სინათლეს, ერთდროს შეჩოული ვიყავით სამთელს, ერთდროს შეჩოული ვიყავით თქვათ ლამპას, დღეს შეჩოული ვართ სინათლეს და ჩვენ გვიჭირს ვერ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ ეხლა ეს სინათლე მართლა რომ ჩაქრეს და საერთოდ სინათლები რომ დაიფიშოს სხვა რის ხარჯზე შეიძლება მოხდეს აქ განათება თუ არა თქვა იგივე სინათლის ხარჯზე ჩვენ ამის წარმოდგენა გვიჭირს შეუძლებელი არის მაგრამ მე მაქვს ერთი პატარა გამოცდილება არ ვიცი შეიძლება მithვია კიდეც მაგრამ მე მინდა ის გავიმეორო ეს ცოტა სულ დროებში მოხდა სულად ამ სიამოვნების იმ დროის გახსენება მაგრამ უბრალოდ იმისთვის რისით მაწმინდა ეს დაახლოებით 90-95 წლებში მოხდა როდესაც ჩვენ ჯავის ქუჩაზე კოლეჯი მქონდა და კოლეჯში ჩვენ სტუდენტებს ვასწავლებდით და ვუშვებდით ცუდი პერიოდი იყო ცუდი დრო იყო სულიერათაც და ცუდი დრო იყო ფიზიკურადაც ყველანაირად ცუდი დრო იყო და არ ვიცი რაღაცა სანერვიულო შემხვდა რაღაცა მომენტი იყო არც მახსოვს ესეირად რა იყო მაგრამ მახსოვს რომ რაღაცა სანერვიულო იყო რაღაცა საზრუნავი იყო სანერვიულო იყო რისგანაც დღეების განმავლობაში ვერ თავისუფლებოდი მისგან ვერ გამოდიოდი ლოცულობდი ვკითხულობდი თხოვდი ღმერთს მაგრამ ვზრუნავდი ვატყობდი რომ მისგან ვერ თავისუფლებოდი ის სანერვიულო შევოდა მისგან გათავისუფლება არ იყო ერთ-ერთი მორიგი დღე იყო დასაძირებლად შევედი ჩემს ოთახში ლოცვის შემდეგ, კითხვის შემდეგ ეს სანერვიულო ისევე მახვდა, დავზექი, უნდა დამეძინა, უგუნითი სიბრელე იყო, მაშინ იცით რა დრო იყო, ყველაფერი გამორთული იყო, არაფერი არ ანათებდა, საკუთარ ცხვირთან ვერ მიიტანდი, ისე რომ არ შეგშლოდა ესეთი სიბრელე იყო, დავზექი ჩემთვის და ამ საფიქრალმა ისევე წამიყვანა, ამ სანერვიულომ ისევე თავისკენ წამიყვანა და მახსოვს რაღაც მომენტში აი ესეთი ბურთის სოდენა, კიდევ უფრო პატარა სინათლე გაჩნდა ოთახში. და იმ სინათლიდან სხივი მოდიოდა ჩემსკენ. და როგორც კი ის სხივი შემეხო, ის სანერვიულო წავიდა. ის სანერვიულო წავიდა და ის არ გამოჩენილა. საერთოდ იმის შემდეგ, იმ სახით. მაგრამ საგვირველი ის არის, რომ თვითონ ოთახი განათებული იყო. ოთახში ყველაფერს ვხედავდი. დენი არ მოსულა, შუქი არ მოსულა, იმ რაღაცა პატარა ბურთის ხარჯზე, იმ პატარა რაღაცა ნათელის ხარჯზე, რომელიც საიდან მოვიდა, არ ვიცი, მის ხარჯზე, ჩემი სანერვიულოც წავიდა და განათებაც მოვიდა. ახალ სიცოცხლეს, ახალ ქმნილებას აქვს ახალი სიცოცხლის, თვითონ ახალ ქმნილებას აქვს თვითონ ღვთიური სიცოცხლის შემცველობა, ღვთიური სიცოცხლის ელემენტი. და ეს სიცოცხლე ისეთი არის, რომელსაც გააქვს ადამიანის ცხოვრებიდან თუ რამე არის ცუდი. ზესაში წერია, რომ იქ არ იქნება არც ტანჯვა, არც ტირილი, არც გლოვა, არც რაიმე უბედურება, არც რაიმე სხვა საშინელება. იქნება სიცოცხლე და იქნება სიცოცხლე სიუხვით. და ეს ყველაფერი იქნება იმის ხარჯზე, რომ ღმერთი იქნება იქ, რომ მისგან წამოვა სინათლე, მისგან მოდის ეს სიცოცხლე. მადლობა ღმერთს ამისთვის. ახალი არის, ახალი ზეცა, ახალი მიწა არის აღდგომის ძალით. ღმერთის აღდგომის ძალით. ძველსა და ახალ შორის განსხვავება არის ის, რომ ახალ ცაზე ყველაფერი არის აღდგომის ძალით.
ეს ის აღდგომის ძალა არის, რომელიც აღდგომის ძალაშიც შეიმეცნება თვითონ ღმერთი. ღმერთი არ შეიმეცნება ბუნებრივად. ღმერთი არ შეიმეცნება ჩვეულებრივ. მოციქული პავლე ამბობს, რომ ის ისწრაფის, რომ შეიცნოს ღმერთი მისი აღდგომის ძალაში. ყველაფერი ზეცაში არის აღდგომის ძალით. და როცა ლაპარაკი არის აღდგომაზე, აღდგომა არ შეიძლება იყოს ჯვრის გარეშე და სიკვდილის გარეშე. აღდგომა არის ჯერ სიკვდილია და მერე აღდგომა არის. ჯერ ჯვარცმა არის და შემდგომ აღდგომა არის. ჯვარი არის გასაყარი ძველსა და ახალ შორის. ჯვარი არის დასრულება ძველის და ჯვრის შედეგად არის შესაძლებლობა ახლის, აღდგომის ძალის. რაც უფრო მეტი ჯვარი მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაში, მით უფრო მეტი აღდგომა მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაში. რაც უფრო ცოტა ჯვარი მოქმედებს, მით უფრო ცოტა აღდგომა არის. რაც უფრო მეტად მივდივართ ჯვართან, ჩვენს გულს, ჩვენს ფიქრებს, ჩვენს საზრუნავს ვდებთ მის წინაშე და რაც უფრო ჩვენში ქრისტე იესოში ჯვართან გავდივართ სიკვდილს ყველაფერი იმაში, რაც ძველი არის და ვიდებთ აღდგომას, მით უფრო მეტი სიცოცხლე შემოდის, მით უფრო მეტი აღდგომის ძალა შემოდის, მით უფრო სწორი შემეცნება შემოდის ღმერთისა. აღდგომა არის ჯვარცმის შემდეგ. ამიტომ ადამიანები თუ ჯვარზე მისვლას უარს ამბობენ, ისინი აღდგომაშიც ვერ შევლენ. ამიტომ იყო რომ გარეეზოში პირველ რიგში, გარეეზოში რომ შედიოდნენ, რაც იყო პირველ რიგში სამსხვერპლო იყო. სამსხვერპლოს გარეშე ვერავინ ვერ შევიდოდა, ვერ წმინდაიში და ვერ წმინდაიში. მას სამსხვერპლო უნდა გაევლო. ჯვრის გარეშე შეუძლებელი არის ღმერთთან მისვლა, მაგრამ ამავე დროს ჯვარი სულ უფრო ღრმად, სულ უფრო მეტად უნდა მოქმედებდეს ჩვენს გულებში, ჩვენს ცხოვრებაში. მეტი ჯვარი, მეტი სიკვდილი, მეტი აღდგომა, მეტი სიცოცხლე. დიდება უფალს ამისთვის. ახალი ქმნილება, ახალი იერუსალიმი არის ღმერთის აღდგომის ძალით და ჩვენ უნდა ვესწრაფოთ მის შემეცნებას აღდგომის ძალაში. და საჭირო არის შესაბამისად მასში ცხოვრება, მასში სიარული, ეს სხვა საკითხი არის, მაგრამ დავინახე რომ გარემო არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ წარმოიდგინე ღმერთთან შეხვედრის შემდეგ არა მარტო შენ შეიცვალე, შეცვლილ გარემოში ცხოვრობ. ყველა შეცვლილია, ყველა ღმერთთან შეხვედრილი არის, ყველგან ღმერთის შეხება არის, ყველგან ღმერთის ანაბეჭდი არის, ღმერთის სიყვარული არის სავსე სულ ყველაფერი, სიმართლით, მშვიდობით და სიხარულით არის სულ ყველაფერი სავსე, სულიწმინდის გამოხატულებით არის სულ ყველაფერი სავსე, ყველა და ყველაფერი, ვინც იქ არის და რაც იქ არის, სავსე არის ღმერთის დიდებით და ღმერთის გამოხატულებით. ეს არის ღმერთის გამოხატულება ყველა ასპექტში, ყველაფერში. დიდება უფალს ამისთვის. ჩვენ მაინც ვერ რეალური არ იქნება, თუ რა თქმა უნდა ეს ყოფით რეალურ ცხოვრებაში არ იქნა განახული, გამოყენებული და ამ სხეულში რამდენადაც შესაძლებელი არის განხორციელებული და მიღწეული. ერთი ადამიანი იყო ასეთი ვოჩმანი, კარგი მასწავლებელი იყო. ძლიერი მორწმუნე იყო და კარგი მასწავლებელი იყო. ის თავისი ძმენისთვის, ქრისტეს ძმენისთვის ციხეში იჯდა. მაგრამ იქაც იესოზე ლაპარაკობდა. იმდენად ლაპარაკობდა, რომ მას ენა მოაჭრეს. მაგრამ ის მაინც ვერ გააჩვენეს. მისი ენა, მისი კალამი ახლა. და მან დაწერა წიგნები, რომელმაც წიგნებმაც მილიონობით ადამიანის გული შეცვალა. ერთ-ერთი კარგი წიგნი არის მისი ნორმალური ცხოვრება ქრისტიანის. და მას კიდევ სხვა ძალიან კარგი წიგნები აქვს. მან იცოდა ხოლმე ასეთი რამის თქმა. ადვილია ერთმანეთსაგან განვასხვაოთ. ბოროტი და კეთილი. სოდვა და უწმინდურობა. მაგრამ უფრო ძნელი არის ერთმანეთსაგან განვასხვაოთ. ბუნებრივი. და ის, რაც ბუნებრივია და ის, რაც აღდგომის ძალაში.
ეს უფრო ძნელი განსასხვავებელი არის ერთმანეთისაგან, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ურჩევდა და ეუბნებოდა ადამიანებს, მოწმენებს, ღმერთიშვილებს, რომ მათ თავიანთ ცხოვრებაში გაეპრაქტიკებინათ, რომ ესწავლათ არა მარტო სოლა მადლის, სიწმინდე უწმინდურების, ბოროტებსა და კეთილის განსხვავება, ბუნებრივის და ჩვეულებრივის და ის რაც ღმერთის აღწევის ზარით არის. ბევრი რამ ჩვენს გარშემო ბუნებრივად არის და ბუნებრივად ჩვენ ვერ მივართ ზუსტად უფალთან და ვერ შევიცნოთ მას. ბუნებრივად მე გვარში მაქვს ჯვარი. ჩემი გვარი ორი სიტყვისგან შედგება, ჯვარი და შვილი. მაგრამ ბუნებრივად რომ ჯვარი მაქვს, თქვათ მე რომ ფერზე ვდები და დავდივარ, ამას ბუნებრივად ჩემს ცხოვრებაში არაფერი საგებულობა არ მაქვს და არ მაქვს შეგრძნება ღმერთის და მისი თანხმობის. ბუნებრივად მე ჯვარი მიგიდია, სიტყვაზე თქვათ მანქანაში მაქვს ეგ საკესთან ჩამოგდებული ჯვარი, მაგრამ მანქანაში რომ ვსხდებით, მთელი ოჯახი და თქვათ მოდივართ ეკლესიაში, ბუნებრივად იქ იმ ჯვრის გამო არ წვდება, ასე თქვათ, სულიწმინდის თანდასწრება. უფრო ბავშვების იჩრგინი მესმის, ვიდრე სულიწმინდის თანდასწრება და ატმოსფერო იყოს. ბუნებრივად საქართველოშიც ბევრი ტაძარია, ბევრი ჯვარი არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლოთობა, ლანძღვაგინება ჯერ შეწყვეტილი არ არის, რაც ახალი ქმნილების ნაწილი არც ერთ შემთხვევაში არ არის. ბუნებრივად ჯვარი და ჯვარცმული იესო ქრისტე არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრებაში, თუ ადამიანი თავის ცხოვრებაში არ ისწავლის აი ამ სულიერთან, იესო ქრისტესთან შეერთებას და კონკრეტულად ვოჩმანი ურჩევდა ადამიანებს, რომ ადამიანებმა ისწავლონ თავის გონებით, თავის ფიქრებით, გონის ფიქრებით სულში ტკბობა. ისწავლონ თავის გონებით სულთან შეერთება. ისწავლონ თავისი გონების, როგორც წერია, განახლება სულში. ისწავლონ თავიანთი გონებით, ფიქრებით სულში ტკბობა, სულში მოზიარეობა, რათა მათ კონდეთ შეგრძნება უფრო მეტი ჯვრის, რათა მათ კონდეთ უფრო მეტი სიცოცხლე. საფარებაში წერია და ეს წერია გამოცხადების ასევე 21 თავის 9 მუხში, აქ იოანე ამბობს, წამიყვანა სულში დიდ და მაღალ მთაზე და მაჩვენა წმინდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ჩამოდის ღმერთისაგან. მიაქციეთ ყურადღება, იოანე იერუსალიმის სანახავად სულში იყო წაყვანილი. სულში იყო წაყვანილი, რათა დაენახა ადამიანს ღმერთის, მისი ქალაქის, მისი სიმდიდრის, მისი შემეცნების დანახვა მხოლოდ სულში შეუძლია. გონება ვერ ეხმარება ამაში. ბუნებრივად გონება ვერ ეხმარება ამაში. უფრო მეც გეტყვით, გონება ფიქრები ხელს უშლის ამაში. ბევრი რამ სულში ხდება. კი ბატონო, გონებით ბევრი რამე უნდა გავიგოთ, ბევრი რამე უნდა ვიცოდეთ, უნდა შევინოცნოთ, მაგრამ გონება ვერ არის ხელშემწყობი იერუსალიმის ღმერთის დიდების შესამეცნებლად და დასანახავად. იოანე ისწავლა სულში ყოფნა და იოანემ სულში დაინახა ახალი იერუსალიმი. და ჩვენ გვჭირდება ვისწავლოთ, ცხოვრებაში ვაპრაქტიკოთ, რომ ჩვენი გონის ფიქრები მივმართოთ სულში, ვისწავლოთ ჩვენ სულში ტკბობა და სულში ტკბობა, რაც რა თქმა უნდა თქვენ განგიცდიათ, სულში ჩაღრმავება თქვენი ფიქრებით განგიცდიათ, ასეთ ჩაღრმავებას მოაქვს ის ატმოსფერო, რაც ღმერთის ატმოსფერო არის, ის ატმოსფერო, რაც იერუსალიმის ატმოსფერო არის, რასაც ღმერთის თანდასწრებას ვეძახით, რასაც ღმერთთან შეხებას ვეძახით. თუ ადამიანი თავის ფიქრებს მიუშვებს თავის ნებაზე, ისეთ ფიქრები როგორ არის? ხან რას ფიქრობ და ხან რას ფიქრობ, ხან კარგს ფიქრობ და ხან სულს ფიქრობ, ხან სათხარ ფიქრები და ხან სათხარ ფიქრებით, ხან ძალიან ისეთი შეიძლება ქრისტესეული აზრები და ფიქრებიც მოგლის, მაგრამ ხან საშინელი ფიქრები და აზრებიც მოგლის. მე ბევრჯერ დამიჯერია საშინელი ფიქრები და აზრები, თუ ვინმე ადამიანზე ან განაწყენებული ვარ, ან უკმაყოფილო ვარ,
მადლობა, რა ვიცი, რა არ მიფიქრია, რა არ წარმომიდგენია და იმისათვის რომ რაიმე ცოდვას აუწდე და იმისათვის რომ არ დავჭი ამ ძველ კაცი და ძველ ქმელებაში მე მჭირდება ხოლმე ხშირად ჩემი გონების ფიქრი მიუმართო ჩემ სულს და სულს რომელშიც არის ღმერთის სული და რომელშიც არის წინა დაცვეთა იესო ქრისტეს ჯვრის მეშვეობით მან დაცვითოს ჩემი ხორციელი ფიქრები, ჩემი სხვა ფიქრები, სხვა შეხედულებები, სხვა წარმოდგენები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასანახი, შესამძნელი, შესამეცნებელი და მის თანდასწრებაში მოსვლა და ატმოსფერო შექმნა გარშემო და ცივი ატმოსფერო არის შესაძლებელი არის არაბუნებრივად ჯვარი ვატარო, გინდათ გვარში მქონდეს ჯვარი, გინდათ ჩამოგინული მქონდეს დიდი ჯვარი, გინდათ სადაც გამოვალ სუჯურები იყოს გარშემო, ბუნებრივად ეს ვერაფერს ვერ მოახდენს, თუ ადამიანი არ ისწავლის თავის სულში ტკბობას, თავისი ფიქრებით, თავისი აზრებით, სწორედ იქ არის წინა დაცვეთა, სწორედ იქ არის ქრისტესეული აზრები, სწორედ იქ არის ქრისტეს სიყვარული, სწორედ იქ არის ამდგომის დარა, სწორედ იქ არის იერუსალიმი, სწორედ იქ არის სიცოცხლე, დიდება უფალს ამისთვის. მეფე დავითი ამბობდა უფალო შენ მომეცი შენთვის სათნო გულის ზრახვაო და ენა სიტყვა ჩვენი ფიქრები თუ ისინი მართლაც დაცვეთას არ განიცდიან და არ მიიღებენ სულში ჩვენი ფიქრები წარმოქმნიან შესაბამის ზრახვებს ეს შესაბამისი ზრახვები გამოდის შესაბამისად ენით მაგრამ ახალ ქმნილებაში არის მადლიანი ენა და ახალ ქმნილებაში არის ზრახვები სათნოუფლისა მოდით კითხვა დავუშვათ უბრალოდ მეფე დავითს რაში ჭირდებოდა მას ან ზრახვა ან ენა სათნოუფლისა რა ადამიანები რამეს უზავდნენ რამეს დააკლებდნენ სამართალში შეედავებოდნენ ის სიტყვას არ შეასრულებდნენ ის ხომ მეფე სავსე ძალაუფლებით სავსე სიმდიდრით თვითონ ქმნიდა კანონებს და თვითონ თხოვდა კანონებს და თვითონ სჯიდა კანონებისთვის თავისივე შექმნილი კანონებისთვის მას არაფერი არ აღარა მას ყველაფერი ჰქონდა მაგრამ მას იმდენად ღრმად ჰქონდა შეგრძნობილი თავის ცხოვრებაში ამერხდი და იმდენად მას გათავისებული და დაგებული ჰქონდა რომ ზრახვანი მისი გულისა და სიტყვები მისი ენისა სათნო უნდა ყოფილიყო ღმერთისთვის და ენა მადლიანი უნდა ყოფილიყო რაც უნდა ვაღიაროთ თქვენ თუ გინდა ვაღიარეთ მაგრამ მე ვაღიარებ რომ არ გამომდის ხოლმე ყოველთვის და ის ცხოვრობდა არა ადამიანების წინაშე მხოლოდ მას ღრმა შეგრძნება ჰქონდა რომ ის ცხოვრობდა და იდგა თვით ღმერთის წინაშე და მან იცოდა თუმცა ადამიანები მას ვერაფერს ვერ უზავდნენ ვერაფერს ვერ დააკლებდნენ მაგრამ მან იცოდა რომ ის მაინც ღმერთისგან განიშებოდა ის ღმერთის წინაშე აბარებდა ანგარიშს და მან იცოდა რომ ზრახვები და ენას უნდა გაფრთხილებოდა და ისთვის უპასუხო ის იქვე ამბობს ამას რომ ღმერთის სიწმინდის სული არ დაებარდა რომ ღმერთის სიწმინდის სული არ განშორებოდა რომ ღმერთის სიცოცხლე არ წარქმეოდა რომ ღმერთის მადლი არ მოკლებოდა ის ბრძნობდა ამას როგორც ჩანს თავის ცხოვრებაში მას ჰქონდა საკუთარი გამოცდილებაც მას ჰქონდა წინამორბედის გამოცდილებაც მას ჰქონდა პირველი მეფის გამოცდილება საულის და მან იცოდა რომ საული ერთ დროს გაქადაგდა
და ის სავსე იყო სულიწმიდით, მაგრამ მან დაკარგა ეს ღებულება და მან ისიც დაინახა სულიწმიდის მაგივრად, როდესაც მერტი მასთან იყო, სულიწმიდის ადგილი ბოროტმა სულმა როგორ დაიკავა მაშინ. მას ჰქონდა წინამორბედის გამოცდილება, მას ჰქონდა საკუთარი თავის გამოცდილება, როდესაც ცუდი ზრახვები იზრახვას თავის გულში, თავისი მოყვასის მიმართ და თავისი ენით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ერთგულ კაცს და ის ხვდებოდა, თუმცა მეფე იყო, მაგრამ მეფობა მისი არ იყო, მეფობა ღმერთის იყო, თუმცა მეფე იყო, მაგრამ მისი ხალხი, მისი მონები კი არ იყვნენ, ისინი ღმერთის წინაშე იყვნენ და ეს მეფე დავითი მათ სწორი ზრახვებით და სწორი სიტყვებით უნდა მომსახურებოდა და უნდა ელაპარაკა მათთვის. მას ეს შეგრძნებული ჰქონდა, თუ არა და სხვა რამეში ვარდებოდა მეფე დავითი და ეს სხვა რამე იყო, რომ მასაც იგივე შეიძლება დამერთნოდა, რაც მის წინამორბედს დაემართა. მასაც შეიძლება იგივე დამართნოდა, სიწმინდის სული გაშორებოდა და სხვა სული შესულიყო მაშინ. განა არ ლაპარაკობს ამაზე ღმერთის სიტყვა. როდესაც წმინდა სული მოვა, ის დაიკავებს ადგილს, მაგრამ თუ ისწავა, თუ ის დავტოვებს, თუ ის გავშორებს, მაშინ უფრო მეტი სხვა სული მოვა და უფრო უარესი იქნება მისთვის, ვიდრე მანამდე იყო. კითხვა შეიძლება დასვათ, რომ კი, მაგრამ ძმაუგია, სულიწმინდა ტოვებს ადამიანს, სულიწმინდა არ ტოვებს ადამიანს. ადამიანი ტოვებს სულიწმინდას. ადამიანი რჩება ღმერთის გარეშე. ადამიანი აღარ ისმენს ღმერთის ხმას. ადამიანი აღარ ისმენს სულში ღმერთის ხმას. ადამიანი ირჩევს ისევე დამოუკიდებელ ცხოვრებას. რა დამოუკიდებელი ცხოვრებაც ძველ აღთქმაში, ძველმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ აირჩიეს. ადამიანები ხანდახან დაობენ ხოლმე, რაში არის საქმე, კი, მაგრამ რა ხილი ჭამეს ამისთან, რომ ღმერთი განაცხენეს, მაგრამ ხილში არ იყო საქმე, ხეში არ იყო საქმე. საქმე იყო იმაში, რომ ადამიანმა თავისი დაუჯერებლობით და გაუფრთხილებლობით, რაც ღმერთმა სიტყვა უთხრა, ადამიანმა აირჩია არა ღმერთზე დამოკიდებული ცხოვრება, ადამიანმა აირჩია ღმერთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება. დღემდე ასე არის და ყოველთვის ასე იქნება. ან უნდა აირჩიო ღმერთზე დამოკიდებული ცხოვრება, ან უნდა მისგან დამოუკიდებელი ცხოვრება აირჩიო და შენი ჭკუით, შენი გონით, შენი მიხედვით, შენი აზრებით, როგორც გინდა, ისე აკეთო და ისე მოიქცე. მაგრამ ჩვენ ვიცით, ერთის ბოლო რა არის და ჩვენ ვიცით, მეორის შედეგი რა არის. და იგივე რომ არ მოხდეს, ჩვენს მჭირდება ძვირფასო, მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ფიქრებს და ჩვენს აზრებს. მივაქციოთ ყურადღება იმით, როგორც მასწავლებელი გვირჩევს, რომ სულში მივიღოთ ტკბობა და სულს მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი გონება განაახლოს სულში. ჩვენი გონება რამდენადაც განახლდება სულში, ჩვენი ზრახვები რამდენადაც სათნო იქნება უფლისა, რამდენადაც ჩვენ ვისწავლით ლაპარაკს ახალი ენით, როგორც ახალ ქმნილებას ეკადრება, შეეფერება და შეშვენის, როდესაც ჩვენ ახალი ფიქრებით ვიფიქრებთ, როდესაც ჩვენ ახალი ზრახვებით ვიზრახვებთ, როდესაც ჩვენ ახალი ენით ვილაპარაკებთ, ეს იქნება სწორედ წარმოჩენა, ეს იქნება გამოხატვა იერუსალიმისა, ღმერთის თანდასწრებისა. დიდება უფალს ამისთვის. ძველ აღთქმაში არის ისტორია. ძველ აღთქმაში არის ერთი წიგნი, ქება და ქების წიგნი. ამ წიგნის ავტორი არის სოლომონე. ეს რომანტიკული წიგნი არის. აქ სოლომონი თავის გზნობებს აღწერს თავის სათხოს მიმართ. ეს წიგნი სიყვარულზე არის. თეოლოგები თანხმდებიან, რომ ეს არის წიგნი იესოსი და მისი საფათაძის. თუმცა გამოხატული არის სოლომონის გზნობები სათხოსთან. აქ მისი სათხო მოხსენებული არის სიტყვით სულამიდან, რაც შინაარსობრივად ნიშნავს გამარჯვება მოპოვებული. სულამიდან ნიშნავს გამარჯვება მოპოვებული.
ახალი აღთქმა სახარება ლაპარაკობს ყოველ მწურვალს ყოველ მწურვალს შეუძლია მოვიდეს და დაიოს ამ სიცოცხლის წლისაგან რადგან ეს იესო ქრისტემ გაჰადა შესაძლებელი ნებისმიერისთვის გამარჯვება მოპოვებულია გამარჯვება უკვე მოპოვებულია იესო ქრისტემ უკვე გაიმარჯვა და ჩვენ ამ გამარჯვებით შეგვიძლია ვისარგებლოთ მაგრამ შეიძლება დაიწყოს კითხვა არის თუ არა რაიმე პასუხისგებლობა ადამიანისა არის თუ არა რაიმე პასუხისგებლობა სატრფოსი არის თუ არა რაიმე პასუხისგებლობა ეკლესიისა საბატარძლოსი არის პასუხისგებლობა და ეს პასუხისგებლობა არის სატრფო ეკლესია და ის დავსოს თავის მეფეს იესო ქრისტეს ეს პასუხისგებლობა არის რომ სატრფო პატარძალი და ის დავსოს თავის მეფეს ეს პასუხისგებლობა არის რომ ისე უყვარდეს ისე ისწრაფოდეს ისე ისმენდეს მის ხმას ისე მისწრაფოდეს მისკენ ცხოვრებაში ბუნებრივადაც ალბათ გაგიგდიათ ამისანა გამოთქმა ხმარზე როგორ გვანანო ერთმანეთსო ეს რა თქმა უნდა არ არის ფიზიკური დამსგავსება მე ახლა ფიზიკურ დამსგავსებაზე არ ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ მსგავსებაზე სატრფო ეკლესია ემსგავსებოდეს იესო ქრისტეს ბუნებაში ხასიათში ჩვევაში პასუხისგებლობაში გადაწყვეტილებებში სურვილებში ზრახვებში ემსგავსებოდეს ეს პასუხისგებლობა არის საბატარდოზე ემსგავსებოდეს სასიძოს არ შეიძლება ორნი ერთად იყვნენ უფრო მეტიც ორნი ერთნი იყვნენ მაგრამ ერთი სხვა აზრისა იყოს მეორე სხვა აზრისა იყოს არ შეიძლება ერთ სხვა მისწრაფებები გქონდეს მეორე სხვა მისწრაფებები გქონდეს არ შეიძლება ისინი მნად შეთანხმებულნი არ იყვნენ რომ ერთ კავშირს ერთ გუნდს წარმოადგენდნენ არის პასუხისგებლობა ისე სწუროდეს ისე უყვარდეს ისე უნდოდეს და ალბათ ამაშიც არის გვარის გამოცვლის საიდუმლოება რომ ცოლი თავის თავს დებს თავის ხმაში ცოლი ცალკე არ შეუქმნია ღმერთს ცოლი ღმერთმა ადამიანის შიგნიდან გამოიღო ცოლი ქმრის ნაწილი არის და არც ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ქრისტესგან ეკლესია წარმოიშვა იესო ქრისტეს რწმენით ეკლესია წარმოიშვა მისი სულით ეკლესია ქრისტეს ნაწილი არის როგორც ცოლი ქმრის ნაწილი არის და ცოლს ისე უნდა უყვარდეს ქმარი საბადოს ისე უნდა უყვარდეს თავისი მეფე ისწრაფოდეს უერთდებოდეს მასთან ერთი იყოს მის გარეშე ვერც კი წარმოედგინოს მის ხმას უსმენდეს ამიტომ ამბობს სული პავლე ცოლებო დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს მაგრამ ცოლები ადვილად დაემორჩილებიან ქმრებს თუ ქმრები მიბაძავენ იესო ქრისტეს თუ ქმრები მიბაძავენ იესო ქრისტეს მაშინ ცოლები დაემორჩილებიან ქმრებს და პროცესი აღდგომის პროცესი სიცოცხლის პროცესი ახალი ქმრილების უფრო ჩქარი ტემპით წავა ოჯახში შვილებში და ყველაში ეს არის მსგავსება და ეს არის გამოხატულება სახარება ლაპარაკობს რომ აი ამ ძახილზე აი ამ ნათქვამზე სული და საპატარძლო ამბობენ მოდი სული და საპატარძლო ამბობენ მოდი შევასნო სული გადამწყვეტი ფუნქცია არის ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ სულიერი პიროვნებები ვართ ჩვენ სული ვართ ჩვენ შვინა გვაქვს და ჩვენ სხეულში ვცხოვრობთ ჩვენ სული ვართ ჩვენ სულიერი პიროვნება ვართ და სულში ერთობა სულში ტკბობა სულში მოტანა ყველაფრის ზედმეტის თუ რამ წარმოიშვება ჩვენს ხორცში ჩვენს გულში ჩვენს თიქში თუ ჩვენს სიტყვაში ყველაფერი და შესაბამისად წინა დაცვების მიღება გადამწყვეტი ფაქტორი არის ჩვენი სულიერი ადამიანის ზრდისა სულიერის და ადვილად ახდება ეს პროცესია სულიერის და მომენტალურად ვერ ხდება ეს პროცესი არის
იესო ქრისტესთან დამსგავსება უცბად ვერ ხდება. ამას დღეები, თვეები, ამას წლები უნდა და შეიძლება აწლეულებიც, რომ სრულად მივემსგავსოთ მას, ამას დრო უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სხვა გზა არ არსებობს. სხვა გამოსავალი არ არსებობს. საქმეს, რომელ საქმესაც ჩვენ ვარ გავართ, ეს ღმერთის საქმე არის. ეკლესია, რომელ ეკლესიაში ჩვენ ვართ, ეს ღმერთის ეკლესია არის. მსახურება, რომელ მსახურებასაც ვეწევით, ეს ღმერთის მსახურება არის და შეუძლებელი არის ასეთი მსახურება და ასეთი საქმე, თუ სიძე სხვა აფერი ეკნება და პარაძას სხვა აფერი იქნება, თუ ქრისტეს სხვა ბუნება ხასიათი ეკნება, ხოლო საბადაზო სხვა ბუნება ხასიათი ეკნება. ჩვენ უნდა დავემსგავსოთ მას. ჩვენ უნდა დავემსგავსოთ მას არა ფიზიკურად, არა შეხედულებით, უნდა დავემსგავსოთ მას ბუნებაში, ხასიათში, სურვილებში, გადაწყვეტილებებში, ჩვევებში, ქცევებში, იმიტომ რომ შეუძლებელი არის ღმერთის საქმე ვაკეთოთ არა მასთან ერთად. შეუძლებელი არის რომ მას ვასიამოვნოთ არა მასთან ერთად. სხვანაირად შეუძლებელი არის. მე ახალ ქმნილებაზე ვლაპარაკობ. მე ახალ იერუსალიმზე ვლაპარაკობ. და მე ამ ახალი ქმნილების განხორციელების პრინციპზე ვლაპარაკობ თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. მისი აღდგომის ძალით და მისი შენეცნების ძალით. შესაბამისად მომერთი სიტყვა ლაპარაკობს. მართალი კვლავ მართლობდეს. წმინდანი კვლავ წმინდანობდეს. უმართლო თუ უნდა იყოს უმართლო, მისი ნება არის. მაგრამ მართალი კვლავ მართლობდეს. წმინდანი კვლავ წმინდანობდეს. მისი სიტყვა ლაპარაკობს, რომ ვეპყრას ჩვენ მისი სიტყვა. ვიგდეთ ამ წინასწარმეტყველების სიტყვაზე. ნურს მარჯვნივ გადავუხმებთ, ნურს მარცხნივ. ნუ შევცვლით, ნუ მოვირგებთ, ნუ გავიმრულებთ. ვიგდეთ სიტყვაზე. ის იყოს ლამბარი, ის იყოს მანათობელი და მის შუქში ხდებოდეს რაც ხდება. დიდება უფალი იესო ქრისტეს. იქ აღსრულდება მისი სიხარულიც და იქ დასრულდება ჩვენი კიბელიც. მოყენებული შეიძლება ამ ძველი ცხოვრების სხვადასხვა გადმონაშთებიდან. სასუფეველის პრინციპი, მისი სამეფოს პრინციპი, რომელიც არის სიმართლე, მშვიდობა და სიხარულში. და თვითონმა ჩვენთაგანმა უნდა მივზრიოთ ამას, რომ იყოს სიმართლე, იყოს მშვიდობა და იყოს სიხარული ჩვენში სული წმინდაში, მაგრამ ამავე დროს ხილად უნდა ვიყოთ. ჩვენი სიმართლე, ჩვენი ღირსება, ჩვენი პატივი, რა სიმართლეს გვიყრია, ჩვენი სიმართლე არ აღმოჩნდეს და ჩვენი სიმართლე არ გახდეს. ყველაფერი და ზეცაში არის აღდგომის ძალით, არის სული წმინდაში და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მართლები ვიყოთ სული წმინდაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მართლები დავჭით სული წმინდაში. ახალ ქმნილებაში ნელ-ნელა ჩვეულებრივიდანაც, ადამიანურიდანაც და ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს, ყველა ადამიანს თავისი პატივი აქვს, ყველა ადამიანს თავისი ღირსება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა დავკარგოთ არც სიმართლე, არც ჩვენი მოწოდების პატივი, არც ჩვენი ღირსება, მაგრამ ამავე დროს უნდა მივაქციოთ, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს სული წმინდაში. ეს ყველაფერი უნდა იყოს სული წმინდაში, თორემ სიმართლეს არა მარტო სული წმინდა და ღმერთთან მოზიარობა შეიძლება მოყვეს. სიმართლისთვის დავას
ჩხუბი, დავა, შური, მკვლელობა, ლანძღვა, დინება, ბევრი რამე შეიძლება მოყვეს. განა ვინმეს კლავს, იმით იმართლებს თავს, რომ მემტვანე ვიყავიო. არა, ყველა თავისი სიმართლით აკეთებს რაღაცას, მაგრამ ხშირად ეს სიმართლე შეიძლება ადამიანური იყოს, შოულებრივი, ბუნებრივი, მაგრამ ჩვენ რომლებიც სასუფევლის შვილები ვართ და დიდი მეფის შვილები ვართ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულ წმინდაში. მე დასასრულისკენ მივდივარ. იგავები ამბობს. თუ გულიერზე უზება და გორებას ფას უსმოსმე. თუ ბრძოლა არის გულსა და გონებას შორის, უსმოსმე. მithumetes შენს გულში სულწმენა არის. თუ გონება სიმართლისთვის იბრძვის, იბრძოლეს სიმართლისთვის, ოღონდ გულს მოусმინე. შენი სიცოცხლის წყარო შენს გულში არის. ადამიანებმა რომელმაც მიატოვეს გულში ღმერთის ხმის მოსმენა, ღმერთის სულის მოსმენა და ხშირად ეს სინდისის მოსმენა, თუ მიატოვეს და ყურადღება მიაქციეს, მათ დიდი შანსი აქვთ გონების ანახი წავიდნენ და ქრისტეს რწმენის წინააღმდეგ წავიდნენ და საბოლოო ჯამში მათი რწმენა არ აღმოჩნდეს ის რწმენა, რომელიც მათ სახარულის რწმენა არის. მომისმინეთ ყურადღებით. ახალ გულს და ახალ სულს ხანდახან ადამიანები ამბობენ, რომ ახალი გული იგივე ახალი სული არის. თუმცა გული გულია, სული სულია. მე რა რომ სული არ ჩანს და ვერ ხედავთ. და ყველაფერს საერთოდ ახალ ქმნილებას ადამიანში გარდა იმისა, რომ ისმინო, იკითხო ღმერთის სიტყვა, ისმინო ქადაგებები თვითონ ადამიანში, ადამიანის შინაგანში, მის გულში და მის სულში ერთი საერთო რამ აქვს. უტყუარი ინდიკატორი, რაც შეგინარჩუნებს სულის ხმის მოსმენას, რაც შეგინარჩუნებს წმინდათა წმინდაის, რაც შეგინარჩუნებს ღმერთთან მოზიარობას. ეს არის სინდისი. ეს არის სინდისი. ადამიანები ხშირად ვლოცულობთ, ღმერთო გაწმინდაო ჩვენი გულიო, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილოცოთ გაწმინდა ჩვენი გულიო ჩვენს გულში და გაწმინდა ჩვენი გონებაო და ჩვენს ფიქრში ყოველთვის შემოვა სხვა ფიქრები და შემოვა სხვა ზრახვები. რეალურად ღმერთის სინდის წმენდს, რეალურად სიამბილეში ღმერთი სინდისის მეშვეობით გვეხმარება, ყველაფერი თავის ადგილზე დავალაგოთ. რეალურად სინდისი არის სულის ხმა. რეალურად ჩვენ თუ გვინდა ღმერთმა ჩვენი ყური გახსნას და მისი ხმა ვისმინოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისმინოთ აი პატარა სინდისის ხმა, რომელიც ჩვენს გულში არის, რომელიც ჩვენს სულში არის, რომელიც სხვადასხვა გათვლებს, ართმეტიკურ და მათემატიკურ გათვლებს კი არ ეფუძნება, რომელიც ღმერთის ნებას ეფუძნება, რომელიც წმინდა გულის ზრახვებს ეფუძნება, რომელიც სწორ ფიქრებს ეფუძნება და ყოველთვის, როდესაც ძველი ქმნილებიდან ან რაიმე უწმიდურების და ბოროტების ნაშთიდან, თუმცა ახალი ქმნილება ვარ, მაგრამ ძველ ქმნილებასთან მაინც შეხება გვაქვს. ყოველთვის, როდესაც რაღაცას ავიკიდებთ, რაღაცას შევეხებით, რაღაცასთან მოზიარობაში შევართ, ჩვენს გულში არის რაღაცა პატაცკინდელა სინათლე, რომელსაც სინდისი ქვია და ეს სინდისი გამუდმებით მიგვახვედრებს, დაგვანახებს და დაგველაპარაკება სწორზე და არასწორზე, უკეთესზე და უმჯობესზე და თუ ადამიანი მგრძნობი არ იქნება სინდისის ხმის მიმართ, ის დაინახავს ზრახვები, ფიქრები, ენა და ყოველივე მის ცხოვრებაში როგორ მოიყვანოს მწყობში. შეიძლება ეს ნელ-ნელა თანდათანობით, არაუცბად მომენტალურად, მაგრამ სინდისის წყალობით ადამიანი მაინც მოიყვანოს მწყობში ნელ-ნელა და ის გაიზრდება სულიერად, გაიზრდება ღმერთის აღდგომის ძალაში, გაიზრდება ქრისტეში და ემსგავსება მას მისი სიყვარულის წყალობით, ვისაც ის უყვარს, ღმერთი მას ამხელს და ღმერთი მის სამართალს, მის წესებს ასწავლის და აჩვენებს და ეს ხშირად ხდება სინდისის წყალობით. ამიტომაც ამბობდა მოციქული პავლე.
მუნიციპალურ სინდისით მემსახურები ღმერთს და ადამიანებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ არა მარტო ზეცისკენ ყურება, სუფთა სინდისით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანების თვალებში ყურება, სუფთა სინდისით. ისე რომ ადამიანის თვალებში უყურებდე და თული რეჩხს არ მეუნებოდეს. სხვა რაღაცას გამიზრახავ, ვატყუებ, სხვა რაღაცა მინდა მისგან და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სინდისის მეშვეობით ჩვენი სულიერი პიროვნების წყობაში მოყვანა. ჩვენ არ გვმართებს გაორება, ჩვენ არ გვმართებს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება, ჩვენ გვმართებს ვიყოთ ახალი ქმნილება. ან ძველი უნდა ვიყოთ, ან ახალი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ახალი ქმნილება. იმიტომ რომ იესომ თქვა, აი ქმნი ყოველივეს ახალს. მოციქულმა პავლემაც თქვა, ქრისტე იესოში არის ახალი ქმნილება. ძველმა განვლო, ახლა ყოველივე ახალი არის. დიდება უფასამისთვის. ამიტომ ერთმანეთსთან შეხვდებით ხოლმე, ნუ ეტყვით შეძველო, უთხარით შეახალო, შეახალო ქმნილება, შეახალო ადამიანო, შეახალო ძმაო, დაო, ჩვენ ერთმანეთით წავახალისო და წავაგეზოთ ახალ ქმნილებაში, ახალ ადამიანში, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ცხოვრებაში განხორციელებას სწორედ იმის მეშვეობით მოახდენს, რამდენადაც ჩვენი სინდისი გრძნობიარე არის. ახალ ქმნილებაში ღმერთის მიმართ და შესაბამისად მართლობის მიმართ. ეს ძნელი არ არის. ეს ძნელი ხდება სინდის დამწვრებისთვის. ეს ძნელი ხდება უჟურვებისთვის. ეს ძნელი ხდება ურჩებისთვის. ეს ძნელი ხდება ადამიანებისთვის, რომლებისთვის გაფრთხილება მიღებული არ არის. მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მე ჩემს პრაქტიკაში დავაკვირდი და ძალიან მკაფიოდ, ძალიან ნათლად დავაკვირდი, სანამ რაიმე მეწვევა, მანამდე გაფრთხილება მოდის. სანამ რაიმე მოხდება, კარგი თუ ცუდი და განსაკუთრებით ცუდი თუ არის რამე მოსახდენი, რაიმე გაფრთხილება მოდის. ვიღაცისგან გაფრთხილება. არ ვიცი ეს ახალგაზრდა ვიყავი მშობლისგან იყო, არ ვიცი ძმისგან იყო, არ ვიცი დისგან იყო, შეიძლება მწყემსისგან იყო, შეიძლება სიტყვიდან იყო, შეიძლება იგივე სინდისიდან იყო. რაღაცა გაფრთხილება მოდის. ეს გაფრთხილება არის სწორედ სულის გაფრთხილება. ეს გაფრთხილება არის სწორედ წმინდა სულის გაფრთხილება. ასეთი გაფრთხილებების მიხარ, ეს არ თქვა, თუ ეს არ გააკეთო, თუ ასე არ მოიქცე, თუ იქ არ წახვიდე, ძალიან გრძნობიარეები უნდა ვიყოთ. თუ ჩვენი გრძნობიარეობა გაიზრდება იმასთან ერთად, ყოველ ამისთან და გაფრთხილებასთან, გამოვლინებასთან ერთად, ჩვენი სულიერება გაიზრდება. ჩვენ გავძლიერდებით სულში და ჩვენ კი არ დავჭირდება გამოცნობა, ღმერთისგან იყო თუ არა, ჩვენს ჩვევებში, ჩვენს ბუნებაში, ჩვენს ხასიათში, ჩვენს სიარულში ღმერთის გამოცხადება იქნება, ღმერთის შეგრძნება იქნება. ჩვენ არ ვიქნებით მერყევები, იმიტომ რომ ჩვენში მისი გამოცხადება იქნება, მაგრამ სანამ ეს არის, გამოცნობა გვჭირდება, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სინდისში გაფრთხილებებს. გაფრთხილებები ღმერთისგან მოდის, ის მსახურებისგან მოდის, ის წიგნიდან მოდის, ის დებისგან და ძმებისგან მოდის, ის მშობლებისგან მოდის, ის ადამიანებისგან მოდის და შეუძლებელია ადამიანი თუ ღმერთის მოშიშობაში და ღმერთის სიყვარულში დადის, რომ არ შეცოდოს მის წინაშე, შეუძლებელია მან არ იგრძნოს თავის სულში, არ იგრძნოს თავისი გულის სიღრმეში, რომ ეს გაფრთხილება არის. გაფრთხილება, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს. ჩემ ერთ მაგალითს გეტყვით. ერთხელ როდესაც იყო მომენტი, ეთყობა რაღაცაში არ ვიცი, ცოტა გავთამამდი თუ რაღაცა მდგომარეობა იყო და ცოტა დავკარგე გრძნობიარეობა და ყურადღება სიკვდილის მიმართ. და მახსოვს იყო ამისანა შემთხვევა, როდესაც ჩემი მანქანით ერთ კოლეჯში მივდიოდი საგადაგებლად თელავში. ჩემი მანქანით აშკარად მახსოვს. ადგილზე, სადაც ცოტა ხანში მე ადარაზე მივარდი ერთ მანქანას. მახსოვს იმ ადგილზე ცოტა წინ პოლიცია პატრონი წირდა და მახსოვს გულმა სულმა რა ვიცი რა ის დაარქვით. მითხრა არ გაასწრო. აი ეხლა არ გაასწრო. ამ ადგილზე არ გაასწრო. მაგრამ ხომიცით გათამამებული ადამიანი. ხომიცით ადამიანი რომ გონია, რომ თვითონ აკონტროლებს ყველაფერს. ხომიცით რომ გონია, რომ არაფერი არ დაემთხვევა. რა უცილებელია ამ გაფრთხილების მოსმენა, როდესაც პრაქტიკულად დიდი ხნის მძღოლი ვარ და
არაფერს არ შეიძლება არ არის, არც წვიმა, არც თოვლია, შვენიერი გზა არის, მაგრამ არ გავიარე 100 მეტრი. არ გავიარე 100 მეტრა და იქ რაღაცას მივახდი. მიაქციეთ ყურადღება გაფრთხილებებს. გაფრთხილებების გარეშე. გაფრთხილებების გარეშე ვერ მოვა ეშმაკის დარტყმები. ეშმაკის დარტყმები მხოლოდ მას შემდეგ მოდის, როდესაც ადამიანი უგულებელყოფს ღმერთის გაფრთხილებას. ასე იყო თავიდან და ასე იქნება ბოლომდე. ადამიანის გამოსაცნობა ედენის ბაღში. რატომ იყო, რატომ მოხდა, რომ ღმერთმა არ დაიცვა, რატომ არ არის ეს გასასწრელი. განაღმერთმა არ იცოდა რა მოხდებოდა, განაღმერთმა არ იცოდა რა იქნებოდა, რა თქმა უნდა იცოდა. ყველაფერი იცოდა და სწორედ რომ არ მომხდარიყო, იმიტომ გააფრთხილა. აქედან იკვებე. აქედან არ იკვებე. სწორედ იმიტომ რომ იცოდა, იმიტომ გააფრთხილა. სწორედ იმიტომ რომ ღმერთმა იცის რა გელოდება, რა შეიძლება მოხდეს, ამიტომ მოდის გაფრთხილება, ამიტომ მოდის შეხსენება, ამიტომ მოდის შეგონება, გაფრთხილების სახით, სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ნიშნით, სხვადასხვა ფორმით, რომ გაფრთხილდე და რაც ასაკრძალია, აკრძალო. და ბოლოს, თუ ჩვენ არ ვისწავლით, ავიკრძალოთ ის, რაც ღმერთი გვიკრძალავს, ჩვენ ვერ ვისწავლით ვიცხოვროთ ახალ ქმნილებაში. ახალ ქმნილებაში ცხოვრება შეუძლია იმ ადამიანებს, ვინც გონების განახლებით, რაც შედეგი არის გონების სულში ტკბობისა და შესაბამისად სულიდან სინდისის მეშვეობით ინსტრუქციების დამოძღვრისა. შედეგი არის იმისა, თუ ადამიანი შესაბამისად აკრძალვაზე ლაპარაკობდი. თუ ადამიანი არ ისწავლის აკრძალვას და არ ისწავლის გაფრთხილებას, რაც ის ვერ ისწავლის ახალ ქმნილებაში სიარულს, ეს იმის შედეგად ხდება, როდესაც გონებით ვახდებით, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ძველი კაცის გვერდზე გადადება და გონების განახლების მეშვეობით ახალ კაცში, ახალ ქმნილებაში, რომელიც სიმართლით, სიწმინდით და ჭეშმარიტებით არის შექმნილი ქრისტე იესოში, ამ ახალ კაცში ცხოვრება და სიარული. ამიტომ ეს არ არის ესე, რომ იცი, თუ ღმერთს უნდა, ყველაფერი ასე იქნება. მე გეკითხებით, ღმერთს უნდა და ჩემი ავარია, ღმერთს უნდა და ჩემი ზარალი, ღმერთს არ უნდა და ჩემი ზარალი, ღმერთს უნდა და ჩემი კურთხევა. რის შედეგი იყო ჩემი ზარალი? ჩემი ზარალი იყო შედეგი გაუფრთხილებულობისა, რომელიც გაფრთხილებაც მან მომაწოდა ერთი სახით, მეორე სახით, მაგრამ თავდაჯერებული, თვითდაჯერებული, თითქოს მისი გაფრთხილება არ მჭირდებოდეს, თითქოს დიდი სულიერი ვარ, ბევრი რამე ვიცი, თითქოს რაც ხვის ცხოვრებაში ხდებოდა ცუდი, ჩემში ვერ მოხდება, თუ ღმერთს არ დავემორჩილები. შესაბამისად ეს მოხდა. ამიტომაც ჩვენ მძნობიარეები უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა გავზარდოთ მძნობიარეობა მის მიმართ, გაფრთხილების მიმართ. მე ახალ ქმნილებაზე ვლაპარაკობ. როგორ აყალიბებს ღმერთი ახალ ქმნილებას, რისგან შედგება ზეცა, ახალი იერუსალიმი. ის მარტო გეოგრაფიული ადგილი არ არის, ის არის ადგილი ღმერთი ადამიანებთან ერთად და იმ ადგილისთვის ღმერთი თითოეულ ჩვენგანში შრომობს. ზეციური იერუსალიმი ღმერთის მადლის შრომის შეჯამება არის ზეცაში და დაე ღმერთის მადლმა ყველას გააგრძელოს შრომა თითოეულ ჩვენგანში. სადამდე, სანამ მასთან არ მსგავსებით, სანამ მისნაირები არ გავხდებით. უფალი ამბობს, მოდი ვარ და სული და პატარძალიც პასუხობს, მოდი უფალო იესო, მოდი უფალო იესო, მზად ვარ შენთან შესახვედრად, მზად ვარ, რასაც შრომობდი, შენ უკვე გააკეთე, რასაც აკეთებდი, შენ უკვე მიეღწიე, იმდენად მიყვარხარ, იმდენად შენთან მინდა, არაფერს ცხოვრებაში არ მიცემ საშუალებას ჩამომაშოროს შენ სიყვარულს
ჩამომაშოროს შენ სიახლოვეს. ვერავინ, ვერაფერი, უკლებლი, გარეგანი ფაქტორები თუ შინაგანი ფაქტორები, ადამიანები თუ ეშმაკი, წინააღმდეგობები თუ სირთულეები, ვერაფერი ვერ ჩამომაშორებს შენსკენ სწრაფვას, შენსკენ ტოლვას. მე მზად ვარ, ჰე, მოდი უფალო იესო ქრისტე. და როგორც ვიცით ხოლმე თქმა, ეს ერთადერთი შემთხვევა არის, როდესაც კაცების და ქალებიც ყველანი ერთად კოლექტიური საბატარძო ვართ. ეს ერთადერთი შემთხვევა არის, მამაკაცების და დედაკაცების საბატარძოები ვართ. შეყვარებულები ვართ ჩვენს უფალი იესო ქრისტეზე, ჩვენს ხსნელზე და ჩვენს უფალზე. და რადგან შეყვარებულები ვართ, რადგან წყურია, რადგან უიმისოდ არ შეგვიძლია, რადგან არაფერს არ ვაძლევთ საშუალებას ჩვენსა და მათ შორის, აი ამ ურთიერთობაში, აი ამ ინტიმურ სიყვარულში, აი ამ მოზიარობაში ჩაერიოს და ის გვერდზე გაწიოს ჩვენი ცხოვრებიდან. ამიტომაც ის წაგვიყვანს და მარადის მასთან ვიქნებით. ჰალელუია, დიდება იესოს. ის ვინც მიყვარდა მიწაზე, ის წამიყვანს, რომ მარადის მასთან ვიყო. გასაკვირი არ არის, რომ ენოქი ღმერთმა წაიყვანა, იმიტომ რომ ენოქი ღმერთთან გადიოდა დედამიწაზე. თუ ჩვენ მასთან ვივლით, თუ ჩვენ ის გვეყვარება და არაფერი არ ჩადგება ჩვენ შორის, ჩვენ მასთან ვიქნებით. და არა მარტო ჩვენ, ყველა თაობაში, ყველა მისი შვილები და ერთხელაც დასრულდება დედამიწაზე ცხოვრება. ერთხელაც დასრულდება ახალი ცა და ახალი მიწა. ერთხელაც ღმერთის მადლი დაასრულებს თავის საქმიანობას დედამიწაზე და სულ ყველაფერი მოვლენები მარადიულობაში გადაინაცვლებს ზეთაში, ახალ ცაზე და ახალ მიწაზე და მარადის მასთან ვიქნებით. ღმერთი თავის შვილებთან ერთად უკვდავებაში, ნებარებაში, სიხარულში, სიმართლეში დიდება უფალი იესო ქრისტეს. ჯერა ეს და ბოლოს, კიდევ ერთხელ ბოლოს და ეს უკვე ნამდვილად ბოლო არის. როდესაც ერთი კაცი საუკუნო სიცოცხლეზე ლაპარაკობდა, ერთი ადამიანი წამოვიდა დარბაზიდან და უთხრა, მე არ მჯერა, რასაც შელაპარაკობ. მაშინ მან უთხრა, თუ მე რასაც ვლაპარაკობ ეს სწორი არ არის და ეს ასე არ იქნება, მაშინ როდესაც მე და შენ მოვდებით, ორივეს მიწაში ჩაგვასვენებენ და მთავრდება სულ ყველაფერი. მაგრამ რასაც ვლაპარაკობ თუ ეს სიმართლეა, შენ ჯოჯოხეთში მიდიხარ, მე გიზეცაში. პირველ შემთხვევაში მე არაფერს არ ვაგებ, ერთად ვიქნებით მიწაში, მაგრამ მეორე შემთხვევაში მე საუკუნო სიცოცხლე მაქვს, შენი საუკუნო სანანჯველი. ძმენა არასდროს არ აგებს, ძმენა ყოველთვის იგებს და ძმენა ყოველთვის აღწევს. ჰალელუია, დიდება იესოს.